კლიმატის ცვლილება დედამიწაზე რა როლი აქვს ადამიანს ამ საქმეში და როგორ მოქმედებს შეცვლილი კლიმატი ადამიანის ჯანმრთელობაზე თემაზე სტუმრებთან აკაკი-წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით ციცინო თურქაძესთან და პროექტის მოსახლეობის ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილებებზე და ენერგოეფექტურ ცვლილებებზე ხელმძღვანელ მარიკა ვაჭარაძესთან ერთად ვსაუბრობთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები და მზად ხართ უპასუხოთ ჩვენს შეკითხვებს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, თემით დაინტერესებისთვის და მსგავსი ტიპის პროექტების მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო ეთერი გვექნება თქვენთან ერთად და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდით მოსახლეობას თქვენი ეთერის საშუალებით. თუ შეიძლება თავდაპირველად გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, აი რა პროექტია ეს პროექტი, ძალიან აქტუალურ საკითხს ეხება, ნუ ეს ბუნებრივია და ამ პროექტის ფარგლებში ტრენინგები თუ ტარდება, ვინ არიან ამ ტრენინგების სამიზნე ჯგუფები? აი ამ ინფორმაციას თუ მოგვაწვდით, მოგისმენთ სიამოვნებთ. მოგახსენებთ, ესე იგი, ეს პროექტი ჩვენ მანამდე გქონდა გასულ წელსაც და ამ პროექტის სამიზნე აუდიტორია იმერეთის მუნიციპალიტეტის გარკვეული რაოდენობა იყო მოსახლეობის. თუმცა შემდგომ ეტაპზე ეს იყო რაღაცა საპილოტო პროექტი, რომელმაც ფაქტობრივად ვერ მოიცვა მთელი რეგიონი და შესაბამისად შევეცადეთ, რომ კიდევ გაგვეგრძელებინა ეს პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში დავფარეთ დამატებით 5 მუნიციპალიტეტი. ეს იყო ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ფაქტობრივად ისეთნაირად შევარჩიეთ, რომ არის მაღალმთიანიც, ასევე ბარის, ასევე დიდი მუნიციპალიტეტებიც და პატარა მუნიციპალიტეტებიც და საინტერესო იყო სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა. რადგანაც მაინც ენერგოეფექტურ ქმედებებზე გვაქვს აქცენტი ამ პროექტის ფარგლებში, ფაქტობრივად ჩვენ ვიცით, რომ და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ძირითადად დიასახლისები არიან მომხმარენი ელექტროენერგიის და სხვა იმ საშუალებების, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენ გვჭირდება საოჯახო საქმეების მოსამზადებლად და გასაკეთებლად. ამიტომ სამიზნე აუდიტორია შევარჩიეთ ქალები, დიასახლისები და აქ არის მაგალითად აქცენტი გაკეთებული, რომ უნდა ყოფილიყო თუ არა მაინცსა და მაინც დასაქმებული ან რომელიმე სფეროს წარმომადგენელი. უბრალოდ ქალები. ჩვენ ამ კუთხით ჩავატარეთ თითო მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა, ტრენინგი, უბრალოდ იმიტომ რომ დაახლოებით 3 საათს გრძელდებოდა ეს ტრენინგი და მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიც იყო შემდეგ რა ქმედებები უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ოჯახში ენერგოეფექტურები და ეს ენერგოეფექტურობა როგორ აისახება საოჯახო ეკონომიკაზე და ბევრი სხვა საკითხები იყო, მათ შორის ჯანმრთელობის თემასაც შევეხეთ, რომ აი რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჯანმრთელობაზე და როგორ შეგვიძლია რომ ადაპტაცია მოვახდინოთ ამ პირობებში, ხო? აი ეს ის თემები იყო, რომლებიც მათთვის მართლაც საინტერესო. აი რამდენად დიდია ჩართულობა მოსახლეობის, ქალბატონების? მიუხედავად იმ ფონზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, გიცით სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში, მინდა ვთქვა, რომ დაინტერესება იყო ძალიან მაღალი. ცოტა არ იყოს, მე გულწრფელად მეშინოდა, იმიტომ რომ როდესაც ვფიქრობდი, რომ მქონდა გათვალისწინებული 20-25 ადამიანი თითო ტრენინგზე დასასწრებად, ნუ ვამბობდი, რომ აი 15-იც რომ მოვიდეს არის მისაღები. თუმცა დავეთახება ქალბატონებს ძალიან მაღალი ჩართულობა იყო და ეხლაც მაგალითად ჩვენს Facebook გვერდზე, როდესაც უკვე პოსტები დავდევით ამაზე და ინფორმაცია გავაცემთ, ეხლა გუშინ მაგალითად ბაღდათიდან აბაშიდან მომწერეს, რომ ჩვენთან ხომ არ ჩაატარებთ და სხვა რეგიონებიდანაც, რომლებთანაც ესე ვთქვათ, მივიდა ეს ინფორმაცია. მაგალითად იყო ტყიბულიდან შემოთავაზება, რომ ხომ არ ჩაატარებთ ისევ ჩვენთან და ტყიბული წინა პროექტის ფარგლებში გქონდა და ყავდა და მაშინ მხოლოდ ესე მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, ჩართულობა. აი საინტერესოა. დავამატებთ და მაგრამ გარდა ასე ვთქვათ, ჩვენ ამ ტრენინგისა გქონდა კიდევ ერთი ძალიან კარგი აქტივობა. ნუ რამდენიმე აქტივობა იყო, მაგრამ ერთ-ერთი იყო ის, რომ ჩვენ მოვამზადეთ საინფორმაციო მასალა ტრიპლეტი. დიდი რაოდენობით ვერ დავბეჭდეთ, არ ითვალისწინებდა ამას ბიუჯეტი, რომელიც ასევე გადავეცით მონაწილეებს და ასევე ჩვენი მოხალისეების მეშვეობით მუნიციპალიტეტებშიც დარიგდა ეს მოსახლეობასთან. ეს იყო 5 ივნისი, როდესაც მსგავსი ასე ვთქვათ კამპანიასავით გავაკეთეთ და ამ აქტივობამ აჩვენა ის, რომ
ფაქტობრივად აღარ დაგვრჩა საინფორმაციო ტრიპლეტი. ან დიდი იყო დაინტერესება. კი, დაინტერესება იყო ძალიან დიდი. აი ბეჭდვის სახით აღარ დაგვრჩა, თუმცა ელექტრონული ვერსია რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია ჩვენს Facebook გვერდზე. იმიტომ რომ შიგნით იყო აი ქალბატონი ციცინოს დახმარებით გავამზადეთ ეს საინფორმაციო ტრიპლეტი, სადაც ჩავწერეთ კონკრეტული ქმედებები და რჩევები, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ და შესაბამისად მოუვათ უფრო ნაკლები ელექტროენერგიის გადასახადი. ეს ასევე ზამთრის პირობებში იგივე გაზის გამოყენებაზე, ღუმელებზე და ბევრ სხვა ასე ვთქვათ. ჩვენ სიამოვნებით მოგისმენთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა დავზოგოთ გარემოც და საკუთარი ბიუჯეტიც. მადლობა. პირველ რიგში პროექტი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ხვდებოდი რეგიონებში ისეთ საინტერესო ადამიანებს, დიასახლისებს, ასევე რეგიონში გარკვეულ სამსახურებში მყოფ მასწავლებლებს, ჟურნალისტებს, მუზეუმის თანამშრომლებსაც კი და ქალბატონების ინტერესი და მათი მიმართებები ჩემთვისაც ახალი გამოწვევების წინაშე მაყენებდა ყოველთვის აი ამ კუთხით სხვადასხვა ტიპის ემოციებს და ფიქრებსაც აღძრავდა. მოკლედ პროექტი მიმართული იყო გლობალური გამოწვევის კლიმატის ცვლილებების შერბილების საკითხებზე და ერთ-ერთი შერბილების ღონისძიებებში განიხილება ენერგოეფექტურობა და აი ამ კლიმატის ცვლილებების მოგვარება უკავშირდება საზოგადოების გარდაქმნას, ეგრეთ წოდებულ ტრანსფორმაციას, რადგან თუკი ჩვენ დავფიქრდებით და ზოგადად დათვლილია უკვე, რომ ჩვენი ცხოვრების 60-დან 80%-მდე ჩვენ ვატარებთ შიდა სივრცეებში. შენობებში, სადაც გვინდა კომფორტი, სადაც ყველაზე მეტად მოვიხმართ ელექტროენერგიას, გასათბობად ასევე გაზს და სხვადასხვა ენერგორესურსებს და აი ამ კუთხით ეს არის საკვანძო ენერგოეფექტურობის კუთხით და ენერგიის ხარჯის კუთხით, რომელიც სათბური აირების გაფრქვევას იწვევს და გლობალურ კლიმატის ცვლილებებს იწვევს. შესაბამისად, ენერგოეფექტურობის კუთხით საზოგადოების ტრანსფორმაცია მოიცავს არამატო განვითარებადი ქვეყნების, არამედ ჩვენაირი განვითარებული, არამედ განვითარებადი ჩვენაირი ქვეყნებშიც მოსახლეობის ინფორმირებულობას, ცვლილებებს, ჩვენი ქმედებებში, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს და ეს შედეგი უნდა დადგეს, რომ ნაკლები პრობლემები ჰქონდეს და იქნებ მივაღწიოთ გლობალური ტემპერატურის ცვლილების დის, ეგრეთ წოდებულ შეჩერებას, ანუ სტაგნაციას 1,5 გრადუს ცელსიუსამდე. ყველაზე მეტად როგორ ვაყენებთ ზიანს გარემოს? ყველაზე მეტად თუ ნაკლებად გარემოსადმი ზიანი გლობალურ სტილში თუ გადავიყვანთ ამას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით და ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში არის, რომ მთავრობები ვალდებულნი არიან მოსახლეობისთვის უვნებელი გარემო შეინარჩუნონ და დაიცვან გარემო. აი ამ კუთხით ზიანის მიყენება ადამიანის საქმიანობისგან გამომდინარე, რაც უფრო მეტი კომფორტი გვინდა და მე უფრო მეტ რესურსს ვიყენებთ, აი ეს რესურსები თავისთავად ცხადია, ზოგი ამოწურვადია, ლიმიტირებულია, ზოგადად დედამიწის რესურსებიც ლიმიტირებული გვაქვს. აი ამ კუთხით თუკი 1970-იან წლებში რა ზემოქმედებასაც ადამიანები და კაცობრიობა ახდენდა დედამიწაზე, დედამიწა უზრუნველყოფდა ამის განეიტრალებას და გვჭირდებოდა ერთი დედამიწის შესაძლებლობები, ეხლა დათვლილია და ჩვენი ზემოქმედების კუთხით გვჭირდება 1,8 დედამიწის შესაძლებლობები, ანუ 0,8, ანუ იგივე ერთი დედამიწა ზედმეტი, საიდან მოვიტანოთ ეს შესაძლებლობები, თავისთავად იწვევს ზემოქმედებას, თავისთავად იწვევს სისტემის უკურეაქციას და უკუპასუხს სხვადასხვა კუთხით გამოვლენის. მოკლედ აქედან გამომდინარე ეს ზემოქმედება კარგად მითხარით, კარგი კითხვა იყო. არის 6 ძირითადი კრიტერიუმით, ეს არის ნახშირბადის გაფრქვევები, საწვავისთვის და ნავთობისთვის და ასე შემდეგ, მიწათმოქმედება, ქალაქების მშენებლობა, რითაც ჩვენ ვარღვევთ ეკოსისტემის სტრუქტურებს, ეს არის ზღვის ოკეანეების რესურსების მოპოვება, ეს არის საძოვრები და ასე შემდეგ და მეოთხე კიდე ეს არის ტრანსპორტი, ქალაქმშენებლობა და ასე შემდეგ კიდე აი ამ კუთხით წარმოდგენილი. ასე რომ აი ამ კრიტერიუმების მიხედვით კი ვთქვი უკვე დავახსენე, რომ საკმაოდ რთული
ეკოლოგიური ნაკვალევის წინაშე ვართ, 1.8 დედამიწის შესაძლებლობებში უნდა ჩავჯდეთ, როცა ერთი გვაქვს დედამიწა. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტი ზემოქმედება არის ენერგო გაფრქვევების კუთხით, CO2-ის გაფრქვევების კუთხით, ნახშირორჟანგის გაფრქვევების და მისი ექვივალენტი აირების გაფრქვევების კუთხით და ამის შემცირება არის გამოსავალი, რომ ჩვენ მიუახლოვდეთ აი ამ ჩავჯდეთ ერთი დედამიწის ფარგლებში. ხალხოთ იცნობ, რამდენად აქტიურად არის ამ საქმიანობაში ჩართული გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ალბათ ევალება მსგავსი ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიოთ. მადლობა ამ კითხვისათვის. ყველა ქვეყანას გააჩნია ვალდებულება სათბური აირების გაფრქვევის შემცირებაზე და აი ამ კუთხით ქვეყანა ვალდებულია დაგეგმოს კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებები და ამ კუთხით ენერგოეფექტურობის გაზრდა ერთ-ერთი ვალდებულება არის. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სწორედ წვის პროცესები მიმდინარე როგორც საწარმოებში, ასევე სამრეწველო თუ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის და თავისთავად ცხადია მაგალითად ნარჩენების კუსტარული წვა აკრძალულია კანონით და თავისთავად გარემოზე ზემოქმედების შეფასებისათვის და გარემოს დაცვითი სამსახურები აი ამ წვასთან დაკავშირებით სპეციალურად არიან ინფორმირებულები, გაფრთხილებულები, რომ მათ ჯარიმების სპეციფიკური ესე ვთქვათ ხელსაწყოები აქვთ ხელთ, რომ ეს ყველაფერი დაიცვან. თუმცა ასევე საწარმოებს სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ხეების ჭრა, დაცული ტერიტორიების მართვა კიდე სხვა მიმართულება, რომლებიც ერთიანად ქმნიან აი ამ საკითხს. თუმცა რაც შეეხება ამ პროექტს, რომელზედაც ახლა საუბრობთ, აქ მარიკა მახსენა ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით ყოველდღიური რჩევები, რაც რა თქმა უნდა თქვენთვისაც, ჩემთვისაც, ყველა დიასახლისთვის, დიასახლისთვისაც ძალიან საინტერესოა. აქ საუბარია ჩვენი შიდა სივრცის ინტერიერის, ჩვენი ქცევების ტრანსფორმაციაზე, გარდაქმნაზე, რომ გლობალური პრობლემები არ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად აი ამ კუთხით ჩვენ საუბრობდით რამდენად ენერგოეფექტურია ახალი LED ნათურების გამოყენება ძველ ნათურებთან შედარებით. თქვენ აი ამ სტუდიაშიც ახლა LED ნათურების ქვეშა ვართ, თუმცა წარმოიდგინეთ ვარვარების ნათურა რომ გქონდეს ჩართული. ვარვარების ნათურა იყენებს 5-6-7-ჯერ მეტ ენერგიას, თან პლუს ეს ენერგია გარდაიქმნება თბური გამოსხივების სახით, უფრო მეტად ცხელდება და აი ამ კუთხით ელექტროენერგია ძალიან მეტი მიდის, ერთი და იგივე განათების მიღება ჩვენ ვარვარების ნათურით გვიჯდება 8-ჯერ მეტი ფასით, ვიდრე LED ნათურის გამოყენების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, არჩევანი რა თქმა უნდა არის LED ნათურა, რომელიც ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და სერვისები იგივე გვაქვს. ისევე როგორც ეკომარკირებით, სხვადასხვა ტექნიკის შეძენა, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ენერგოეფექტურობა და ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგივე სამუშაო შესრულებით, არის ჩვენი გამოწვევა, რა თქმა უნდა. პლუს ამას ჩვენი ყოველდღიური ქცევებიც ხშირად მოყვავს ხოლმე სამი ქალიშვილის მაგალითი. ერთ-ერთ გათხოვება ძალიან რომ უდოდა და მამამ 3 ჩაიდანი დაუდგა და ყველაზე მეტად სწრაფად ადუღდა მისი ჩაიდანი, ვისაც გათხოვება არ სურდა, სწორედ იმიტომ რომ ხო, ვისაც გათხოვება უნდა და მან 3-ჯერ და 4-ჯერ ახადა ჩაიდანს თავი, ხომ არ ადუღებულაო და ტემპერატურის დანაკარგი ჰქონდა. ასე რომ დიასახლისებს კულინარიული რჩევებიც კი, რომ რა თუ კი ყავა ერთი ჭიქაკნებავთ არ დაადგათ მთელი ჩაიდანი და არ დახარჯოთ ენერგია მთელი ჩაიდნის წყლის ადუღებაზე, ესე ვთქვათ, ან თუ კი სწრაფად გინდათ მომზადება, დაიცვათ ჰერმეტიულობა და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. თავსახური კონდეს, თავი კონდეს. და მარიკა კიდე უფრო დაამატებს, კიდე რა რჩევები გვაქვს. ეს პროექტი რამდენი ხნის მანძილზე გაგრძელდება? ეს პროექტი ფაქტობრივად დავასრულეთ, ახლა მოცემული სიტუაციებიდან გამომდინარე, თუმცა რაღაც იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ შესაძლებლობა გვექნება, რომ გაგრძელდეს. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა სასწავლო ტური ბაზალეთის ტბაზე. და ახლა რატო ბაზალეთის ტბა? და რატო მაგალითად ეს სასწავლო ტური რატო გავაკეთეთ? იქ არის ძალიან საინტერესო სასწავლებელი, პროფესიული სასწავლებელი, ენერგოეფექტური, რომელიც ასევე
იქვე ამზადებს ენერგოეფექტურ ღუმელებს. თქვენ შეშა ახსენეთ, წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობა იყენებს შეშას როგორც ენერგეტიკულ რესურსს და ბუნებრივია ამან გამოიწვია ბევრი სხვა პრობლემა, მათ შორის ხეების ჭრა, გარსაფარიზორების გაქრობა და ასე შემდეგ. სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენ წავიყვანეთ ამ ტრენინგის მონაწილე 30-მდე ქალი და ვაჩვენეთ თუ რა კეთდება იქ შეუძლიათ ასევე ისწავლონ, ასევე შეიძინონ ეს ღუმელები, რომელსაც აქვს გარკვეული დაფინანსება 300 ლარიანი თანამონაწილეობა აქვს, ასე ვთქვათ, კონკრეტული პროექტის ფარგლებში და შეუძლიათ რომ ჩაერთონ თვითონაც და თუ ღირს მაგალითად 1000 ლარი 300 ლარს იფინანსებს სახელმწიფო, გადაიხდიან 700 ლარს და შეუძლიათ რომ ეს ღუმელები დადგან თავიანთ საყოფად ცხოვრება, ასე ვთქვათ, გარემოში და გამოიყენონ სათბობად. და რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი? ძალიან საინტერესო იყო რომ ჩვენ ვიცით თხილის ნაჭუჭის გამოყენებაც, ასევე ვიცით რომ არის ბრეკეტები სპეციალური, რომელიც მზადდება, ანუ მსგავსი ტიპის ღუმელები არის იქ, თუმცა იყო კომბინირებული, რომელიც სამივე ტიპის საწვავ მასალასაც გამოიყენებდა, ხო? გარდა ამისა, იქ არის სიდრის კლუბი, აუცილებლად უნდა ვახსენო ესეც, სადაც აბსოლუტურად იქ იწარმოება სწორედ ეს სასმელების სიდრი რაც არის და ასევე არის, ასე ვთქვათ, საკონფერენციო სივრცეები და მთლიანად ეს შენობა დაახლოებით ალბათ იქნება 400-500 კვადრატი, სრულად არის აღჭურვილი ენერგოეფექტური, ასე ვთქვათ, ნათურებით და პლუს მზის პანელებით. ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ელექტროენერგიის გამოყენება იქ ფაქტობრივად არ ხდება, რომ ვიყავით გაოცებულები დარჩნენ, რომ შესასვლელი ღობეც კი არის პანელებით, მზის პანელებით, ასე ვთქვათ, გადამზადებული და ფაქტობრივად იქ ელექტროენერგიას მოიხმარენ საჭიროების, ეს კვების მომზადება არის, საკვები პროდუქტების გადამუშავება არის, რაიმეს მაგალითად იგივე ამ სასმელის წარმოება, ტრენინგისთვის პროექტორი გჭირდება, ლეპტოპის ჩართო, ყველაფერი აბსოლუტურად არის ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიებზე არის ორიენტირებული და როდესაც ეს ყველაფერი სისტემაში ნახეს, როცა უთხრეს, რომ აი ახლა თქვენ აქ რაც მომზადეთ, ჩვენ ამაში ფულს არაფერს არ ვიხდით, ელექტროენერგიის არც გაზის, არც სხვა რაიმე, თბილი წყალი იქნება თუ რაიმე სხვა საშუალება, აი ყველანი გაოცებულები დარჩნენ და იქ პრაქტიკულად როდესაც ნახეს, რომ ეს ყველაფერი იყო შესაძლებელი, ну, რა თქმა უნდა, ბერც გაუჩნდა სწორული და სხვათა შორის ერთი ქალბატონი იყო ხარაგაულიდან, რომელიც გზაში მეუბნებოდა, რომ იცითო რაო, მე მაქვს ძალიან პატარაო კაფეო, ქალაქშიო და აი ხო ვიფიქრეო, რომ აი ხელა ეკონომია არის, ხომ არ დავდგემ მზის პანელი, რომ თქვათ ის რაც ჭირდება კაფესთვის, ყველაფერი მე თვითონ გამოვიყენო და რატომღაც ამაზე რომ დავფიქრდი, მინიმუმ ამ ადამიანების რაღაცა 1%-იც კი თუ კი რაღაცა ქცევა შეიცვლის და რაღაცა ენერგოეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს და განახლებადი ენერგიების პოპულარიზაციასაც თუ შეუწყობთ ჩვენ ამ ქმედებებით ხელს, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შედეგი იქნება დადგმული, მაგრამ მე დამდგარი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აი რაღაცნაირად იმდენად სრულყოფილი საინფორმაციო შეხვედრებს უტარებდა ქალბატონი ციცინა და იმდენად აქტიურად იყვნენ ჩართულები, აი მართლა რჩევას გამოიყენებენ ეს ადამიანები. კი, ძალიან ეფექტური იყო ეს ყველაფერი და აი როგორც თქვენ ვკითხეთ, რომ როდის გაგრძელდება კიდე და როდის იქნება, აქვთ ეს მოლოდინი მოსახლეობაზე. მით უფრო ეს ყველაფერი აუცილებლად გასათვალისწინებელი ხდება იმ ფონზე და ჩვენ ამ პროექტს ახორციელებთ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ. 2019-ში მივიღეთ ჩვენ ეს კანონი, თუმცა შემდგომი ცვლილებები რამდენიმეჯერ განხორციელდა. ბოლო ცვლილება, რომელიც გასული წლის 15 ნოემბერს მოხდა კანონში, მან განმარტა უკვე შემდეგი ვალდებულებები, რომლებიც უკვე თავად მოსახლეობას ეხება. ანუ 26 წლის იანვრიდან უკვე თუ კი რაიმე შენობის რეაბილიტაციას მოახდენ, ფასად შეუცვლი, ააშენებ თუ რაიმე მსგავსი სარემონტო სამუშაოებს განახორციელებ თუ რაიმე მსგავსი ტიპის ქმედებას განახორციელებ, უკვე შენც როგორც რიგით ადამიანს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს გაქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი იყოს და სრულად იყოს გათვალისწინებული ენერგოეფექტური, ასე ვთქვათ, საკითხები და გქონდეს შესაბამისი პასპორტი ენერგოეფექტურობის. შენობას უკეთდება, ასე ვთქვათ, ეს პასპორტი. და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ეს
ყველაფერი მანამდე მოსახლეობას არ მივაწოდეთ, უკვე პირველში რომ კანონი ამოქმედება შესაძლებელია კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ისე აღმოჩნდეს მოსახლე და ადამიანი და მოქალაქე, რომელსაც არც ჰქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ და ისე დააჯარიმოს ხო შესაბამისმა უწყებებმა. ამიტომ ჩვენ ამასაც ვეუბნებოდით, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებები არის და მოიკითხეთ ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომ შემდგომ ეტაპზე თქვათ რაიმე სახის პრობლემები არ შეგექმნათ. ანუ რაღაცნაირად კომპლექსური პროექტი გამოვიდა ეს პროექტი, წინა პროექტი ესეთი დატვირთული ნამდვილად არ იყო და ამან მოგვცა იმისი შესაძლებლობა, რომ რაღაცა ერთი თემა მარტო არ დაგვეფარა, არამედ საკანონმდებლო კუთხითაც, ჯანმრთელობის კუთხითაც, ვიზუალურადაც ენახათ, რომ ჩვენ არ ველაპარაკებოდით რაღაცა ჰაერში და რაღაცა აბსტრაქტულ აბსტრაქტულ მოცემულობას არ ვეუბნებოდით. და რეალურად შეიძლებოდა ეს შეექმნა. რომ შეხებოდნენ, ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილზე და თანაც სულ ვეუბნებოდით, რომ აი ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება ამას გავალდებულებს ევროკავშირთან, ევროკავშირი არ სწორედ ის არის, რომელიც სწორედ მსგავსი ტიპის ქმედებებისკენ მოგვიწევს, რომელიც გვეუბნება, რომ ვიყოთ უკეთესი, უფრო ეფექტურები, უფრო ასე ვთქვათ ორიენტირებული საოჯახო ეკონომიკის დაზოგვაზე და ზოგადად ეკონომიურები ვიყოთ. და გავუხილდეთ ამ ყველაფრით გარემოსთან. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი აქცენტი გააკეთეთ თქვენ. ჩვენი თითოეული ქმედებით, აი ჩვენ რო გგონია, რომ თითქოს ამითინ თუ კი თქვათ აბაზანაში დავტოვებთ ნატურას ან მთელი ღამის განმავლობაში საღაცა გვექნება ანთებული ნატურა, რომელიც 90% ჩვენ არ გვჭირდება, რა ზიანს ვაყენებთ ამითინ გარემოს და ბუნებას. ხო, აი ამ ყველაფრის გააზრებაზე გავაკეთეთ უფრო მეტად აქცენტი და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა შედეგი ნამდვილად დადგებოდა და ნამდვილად, იმიტომ რომ თემა არის ძალიან აქტუალური, ძალიან საინტერესო და ბოლოს და ბოლოს თუ გარემოს არ მოუფრთხილდება ადამიანი და ვთქვათ ამდენი განათლება და შეგნება მას არ აქვს, საკუთარ ჯიბეს მაინც დაზოგავს და ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს და ძალიან მაინტერესებს და ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილება, გარემოს ცვლილება ახდენს თუ არა გავლენას, ყველაფერს თავი დავანებოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და უპირველეს ყოვლისა თვითონ ადამიანი რატო უნდა აკეთებდეს, ასე ვთქვათ, ენერგოეფექტურ ეკონომიას, რატო უნდა იყოს ჩართული ამ საკითხში, რატო უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ვაზიანებთ გარემოს. ჩვენ ჯანმრთელობაზე რამდენად მოქმედებს ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები. მადლობა ამ კითხვისათვის, სხვათა შორის ეს პროექტი ამ კომპონენტსაც ფარავდა და მოიცავდა. მოკლედ კლიმატის ცვლილებები და ტემპერატურის მატება პირდაპირ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის სისტემის მოწყვლადობასთან, მის გაძლიერების საჭიროებასთან და ასევე ჩვენ პირად ჯანმრთელობასთან. ნავარაუდევია ბევრი რაიმე, მაგალითად აგროსექტორში და მოსავლის შემცირებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იცვლება კლიმატი, სადღაც ტენიანობა იმატებს, სადღაც იკლებს და გაუდაბნოების პროცესებია. აქ სხვადასხვა კულტურული მცენარეები, რომლებიც მოყავს, არიან სახეობების კუთხით გარკვეულ შემცირებაზე, მოსავლიანობის შემცირებაზეც არის საუბარი, მაგალითად 1.5 გრადუს ცელსიუსი ან ზდის პირობებში ხორბლის მოსავალი 6%-ით იკლებს მაგალითად. ასევე ჯანმრთელობასთან დაცვასთან რაც შეეხება, ნავარაუდევია თუ კი ტემპერატურა მოიმატებს, იზრდება ტენიანობა, წყლის აორთქლებაც, იზრდება დაავადების გადამტანი მწერების რაოდენობა და რისკი აი ამასთან დაკავშირებით, ასევე ზოონოზების რისკი, ანუ ცხოველებიდან გადამტანი დაავადებების, გულსიძახთა დაავადებები, რადგან ტემპერატურის 1.5 გრადუს ცელსიუსიანის და არ არის ისეთი, რომ თითქოს მხოლოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით იზრდება. აქ მნიშვნელოვანი სითბური ტალღები არის, მაღალი ტემპერატურის დღეები იზრდება რაოდენობით, ასევე იზრდება ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავებები და ქალაქში 4-8 გრადუს ცელსიუსით მეტი იგრძნობა, ვიდრე ჩვეულებრივ სოფლის გარემოში, გამომდინარე იქედან, რომ ნაკლები აორთქლება, ნაკლები დრენაჟია ქალაქში, უფრო მეტი ნაკლები მცენარეულობა და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე აისახება სითბური დარტყმები და მაღალი
მაღალი ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებები არ ნიშნავს მხოლოდ სიცხეს, აქ არის, რა თქმა უნდა, ქარიშხლების წყალდიდობების მაღალი რისკი, ხანძრების მაღალი რისკი და საქართველო არის ისეთი მაღალმთიანი ქვეყანა თარიღში, სადაც აი ეს პრობლემები, რისკები არის მნიშვნელოვნად მაღალი. მდინარეებით დატბორვა, ნაკადის წყლით დატბორვა, ამასთან დაკავშირებით ასევე ხანძრები, წყლის ხანძრები, წყალმოვარდნები, მეწყერები და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით მაღალი რისკის ქვეყანა ვართ და ეს მზაობა და შესაბამისად ჩვენზე ზემოქმედება უნდა შევამციროთ. აი ამ კუთხით კლიმატის ადაპტაცია, ანუ შეგუება კლიმატის ცვლილებებთან, როგორი მზაობით შევხვდებით, რომ ნაკლებად დაგვაზარალოს, პლუს ასევე კლიმატის შერბილება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მოგვაყენოს აი ამ პროცესებში, ეს ორი მიმართულება არის ჩვენ გვფრთხილდებით ბუნებას, ბუნებაც გვფრთხილდება ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი. და ერთ დავამატებ აი სწორედ ამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ტრენინგზე გქონდა შემთხვევა, როდესაც ეკითხებოდნენ, რომ აი ჩვენ რაღაცა მოვყავდა ეხლა ჩვენს მცირე მეურნეობაში და აი 10 წლის უკან რო იყო ის ეხლა აღარ არის და ანუ ესეც კი როცა ეუბნება და ქალბატონიც იციან რომ აი სწორედ ეს კლიმატის ცვლილების განაპირობა არის და განაპირობებს ხო აი ძალიან ბევრი თემაა მართლაც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე უბრალოდ ეს მინდა რომ ვთქვა მათ შორის სოფლის მეურნეობა აი რომ გონიათ რომ თითქოს არაფერი სწორედ ეს არის რომ რაღაცნაირად ზევით და ზევით იწევს ეს მაჩვენებელი ის კულტურები რომელიც მოდიოდა მაგალითად ბარში უკვე ამან აიწია ცოტა უფრო მაღალ ტერიტორიაზე შეიძლება საერთოდ გაქნეს აი ციტრუსები მაგალითად ხო ვიცოდით რომ კონკრეტულად ზღვისპირა რეგიონში მოდიოდა ეხლა რატომ ხო ჩვენთანაც საკუთარ კარგად გადმოგვიწყდა სუბტროპიკული ის ჭირდებოდა გარემო ახლა აქაც მშვენივრად ასე ვთქვათ აი კივი რო ავიღოთ და ესა ხო ანუ ბევრი ასე ვთქვათ მსგავსი ტიპის ანუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარემოს ცვლილებებთან კლიმატის ცვლილებაზეა ყველაფერი აბსოლუტურად მიბმული მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობა სოფლის მეურნეობა ყოველდღიური ჩვენი ქმედებები ენერგოეფექტი არ ვიცი ყველაფერი აბსოლუტურად აი ამ გარემოს უკავშირდება რო არაფერი არ ვთქვათ რომ ჩვენი არასწორი ჩარევით ის სტიქიური უბედურებები რაც კი ვთქვათ ხდება ქვეყანაში რისკების გაცვლა გვჭირდება მნიშვნელოვნად ძალიან აი დღესაც ახლა მაგალითად ბევრი მეგობარ მყავს გარემოს დამცველი რომელიც დღემდე მუშაობს გარემოს ეროვნულ სააგენტოში და დღეს რამოდენიმე ამ ადამიანის პოსტი შემდგა რომ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჭარბი ნალექი და ღვარცოფი რაღაცა კონკრეტულ ტერიტორიებზე ანუ ეს ძალიან გახშირდა ფაქტია რომ ძალიან გახშირდა რაღაცა თითქოს მივეჩვიეთ უკვე ამ სიტუაციას ხო ამიტომ ამას ყველაფერს ჭირდება პრევენცია და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიგეგმოთ პრევენციულ ღონისძიებებს რომ თუ ეს ასე არ იქნება თუ მაგალითად დღეს ხვალ სიმინდი არ იქნება ამ კულტურას ჩვენ ვერ მოვიყვანთ აქ მაშინ სად მოყავს ან სიმინდის ჩანაცვლება რითინ შეიძლება ხო ამ მიდგომას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა ქვია დღეს და ხო მსგავსი მოცემულობებზე უნდა ვიფიქროთ და უნდა გავაკეთოთ რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტმა ინდივიდუალურად და განახორციელოს თავიანთი პრევენციული დოკუმენტები უნდა შექმნან ამ მიმართულებით იმისთვის რომ ხვალდაზე ასე რომ ვთქვათ ეს ხვალდაზე არ გეგონოთ რომ იყოს 50 წლის მერე ძალიან ახლოს არის რომ ადამიანები და მოსახლეობა შეხვდეს მომზადებული პრევენცია ნიშნავს მზადებას და არა იმას როცა ფაქტი მოხდება და შემდეგ რაღაცის გამოსასწორებლად ასე ვთქვათ იზრუნებ მერწმუნეთ პრევენციული ღონისძიებები უფრო იაფიჯდება ვიდრე და უკვე მომხდარი შემდგომი გამოსწორება დიდი მადლობა იმისთვისაც რომ ადამიანებს გვაძლევთ განათლებას ჩვენთვის ჯერჯერობით არც თუ ისე ახლო და ნაცნობ საკითხებში რომ ადამიანებს გვასწავლით გაუფრთხილდეთ ბუნებას რათა შემდგომ ბუნებამ არ დაგვაზარალოს ჩვენ დაგემშვიდობებით მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ქალბატონები ციცინო თურქაძე და მარიკა ვაჭარაძე მადლობა რომ გვიყურეთ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე ნეგატივის არხზე ნახვამდის